ფოთისმერს ირეკლი კაკულიას ბიზნესმენი მამუკა სოფრომაძე თანხის მითვისებაში ადანაშაულებს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით თოქ-შოუ თემაში ჟურნალისტის თეა აფსარიძის კითხვაზე ირეკლი კაკულიამ ასეთი განმარტება გააკეთა. ბატონო ირაკლი, მოდით დავიწყოთ გახმაურებული თემით. სულ ცოტა ხნის წინ თქვენ დაგადანაშაულეს დიდი თანხების მითვისებაში, საბუთების გაყალბებასა და თაღლითობაში. როგორია ფოთისმერის პოზიცია ამ საკითხზე? მე გეტყვით რომ ეხლა რთულია გვერდიდან უყურო ამ პროცესებს მიუხედავად იმისა რომ ხარ მართალი შენ თავთანაც და შენ თანაქალაქელებთანაც მე ერთს გეტყვით უბრალოდ იმისათვის რომ დაფიქრდეს თითოეული ჩემი თანაქალაქელი ვის ქონია ვალი და ვიზზე მოუთხოვიათ ეს ბრიფინგის სახით მით უმეტეს მე სანამ მერი გავხდებოდი რამოდენიმე 2 წელიწადნახევარი ვიყავი პარტიის თავმჯდომარე და ამ თანხის მოთხოვნა შეეძლოთ მაშინაც და შეუძლიათ ეხლაც. როდესაც ერთ ადამიანს მეორე ადამიანის ვალი აქვს, რა თანამდებობაც არ უნდა კონდეს ის, მოვა და ელემენტარულად მოგთხოვს, არა, ასე არ არის? ელემენტარულად რომ დავფიქრდეთ და ეს არის დისკრედიტაციისთვის, ეს არის პოლიტიკური სარჩული უდევს ამას. ამაში არიან ძალიან ბინძური ადამიანები ჩარეული პირდაპირ გეტყვით. ეს ადამიანები თავისი ქმედებებით ფაქტიურად ლუსტრაციას უკეთებენ მათ თვითონ მათ პიროვნებას არა მე იმ მეგობრებს მე ბჭყალებში მეგობრებს უწოდებ უფრო შეცდენილებს იმიტომ რომ მათზე მე დარწმუნებული ვარ რომ ზემოქმედება სწორედ ამ ბინძურმა ადამიანებმა იმოქმედა მე ასე ვიტყოდი იმიტომ რომ მე მინდა კიდევ ერთხელ ვიტოვებ იმის რა ქვია უფლებას რომ არ შევეხო მათ და არაფერი არ ვთქვა უბრალოდ აქ არის ჩარეული მართლა ბინძური ადამიანები ვინც თავისი ცხოვრების წესით ქალაქმაც იცის და ყველამ იცის რომ თავისი ცხოვრების წესი იმ სიბინძურით გაუკვალიათ მე მათ არ დავასახელებ ეხლა და ამ თემას დავტოვებ უბრალოდ თანაქალაქელების საყურადღებოდ მინდა ვთქვა როდესაც რაიმე ვალი აქვს ერთ ადამიანს მიდის და ელემენტარულად თხოვს და არა ბრიფინგებით ელაპარაკება და მე პირდაპირ გეტყვით რა ყველაფერს აქვს თავისი მოთმინება ყველაფერს აბსოლუტურად ეხლა მართალი გითხრათ თავიდან ცოტა ისე უყურებდი ამ ამბავს მაგრამ აი იურისტებთან გავივლი კონსულტაციებს და კანონმდებლობა თუ მომცემს საშუალებას მე პირდაპირ ვამბობ რომ მე არ ვაპირებ ჩემი შვილების ჩემი ოჯახის შეურაცხყოფის მოთმენას მე რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში გავცემ მათ პასუხს თოქ-შოუ თემას დღეს ბიზნესმენი მამუკა სოფრომაძე გამოეხმაურა. კურსორმა მამუკა სოფრომაძესთან სატელეფონო ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. რახან კაკულიამ გადაწყვიტა რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჰოთელებისათვის ტელევიზიით უნდა მიემართა, იძულებული ვარ უპასუხო. მინდა უპასუხო კაკულიას აბსოლუტურად გაუგებარ და სრულ განცხადებას, რომელიც მან გადაცემა თემაში გააკეთა. როგორც უკვე ყველასათვის ცნობილია, ირაკლი კაკულიას ჩემთან სამწუხაროდ ერთ დროს ჩემი ოჯახის უახლოესი ოჯახის წარმომადგენლის წინააღმდეგ ჩემი ადვოკატის ფატონი გელა ნიკოლაიშვილის მეშვეობით საქართველოს პროკურატურაში შევიტანეს არჩევანი. სადაც მოვითხოვ კაკულიას მიერ ჩემი კუთვნილი თანხის $200,000 დაბრუნებას, რომელიც მან მიითვისა თაღლითური გზით აგრეთვე საჯაროდ ბოდიშის მოხდას, მორალური ზიანის ანაზღაურებას და დაჟას კანონის სრული სიმკაცრით. ესე იგი პროკურატურაში წარდგენილ განცხადებაში კონკრეტულად სამი სისხლის სამართლის მუხლია მითითებული, რომელიც მან დაარღვია. და ამ საკითხზე უკვე ძიება კაკულიამ ბოროტად გამოიყენა ჩემი მისი ოჯახისადმი დიდი ნდობა და სიყვარული. ფეხქვეშ გათელა ჩვენი მეგობრობა. მაგრამ გადაწყვიტა ვალი არ დაებრუნებინა და მითვისებინა ჩემი კუთვნილი თანხა. იმიტომ რომ როგორც ის ამბობდა, ის ღევანდელ მთავრობას წარმოადგენდა. მას ყავდა ეგრეთ წოდებული კრიშა და ვერავინ ვერაფერს მოთხოვდა. რაც მიმაჩნია რომ აბსოლუტური ბლეფია, ვინაიდან არც ერთ დამნაშავეს არ დააფარებს ხელს არავინ, არც მას არ აყავს არანაირი ეგრეთ წოდებული და არც მე არ ვაპატიებ არა ჩემს ძალას არც ჩემი სავახელის ტალახში ამოსვლას და არც ჩემ ნაშრომ არც ერთ ისიც სისულელია რომ ის ამბობს რომ ბრიფინგით მოყოლფული წარმოუდგენელი სისულელია ჩემ ადვოკატმა მას გააცნო ჩემი პრეტენზია ამ წლის 1 აგვისტოს ბრიფინგამდე 9
13 დღით ადრე. ამის გარდა უკვე ვალის დაბრუნებას ველას თქო უკვე 2 წელია. ეხლა იმაზე თუ რატომ ამბობ რომ რატომ ადრე არ მიჩივლაო? ნუ ესეც სასაცილოა, ეს და მის მიერ დასმული კითხვა. ასე თუ ისე ჩვენ ერთდროს ახლობლები ვიყავით და მას მივეცი მე დრო როგორ მოგებულიყო. 2012 წლის შემდეგ თხოვდი ჩემი კუთვნილი თანხის დაბრუნებას და ეს საერთოდ ყველა ჩვენმა საერთოდ ნაცნობმა იცის. ის უკვე 2 წელია რაც მე მევალება და მე რამდენჯერ ჩავედი ესე კოჩი სპეციალურად მის სანახავად იმჯერჯერ ქალაქიდან გასული დამხვდა. შეხვედრაზე საერთოდ ყურსაცადებს რადგანაც იცის რომ საქმელი არაფერი აქვს. სწორედ იმ ძველი ურთიერთობიდან გამომწარე მე თავაზე რომ თუ ამ თანხიდან რამე ჩემს ოჯახს და ახარჯე მეთქი გამოგაჭრი იმ თანხას და გაპატიებ და არ მოგონებდი. გარდა ამისა მე მას უთხარი რომ იმ თანხა რომელიც უნდა დაიბრუნოს $200,000 მე მას უთხარი ამისერე ყოველთვიურად როგორ და რანაირად შეძლებს ამ თანხის დაბრუნებას. მე არ დამიხვია ის კისერზე ხელი არ წამივიჭერია და მივეცი მას თავისუფლება და არჩევანი იმის როგორ უნდა გადაიხადა მას ჩემთვის ეს დასაბრუნებელი ვალი. მან ბევრი სიბინძურე იკადრა ფული არ დაებრუნებინა ჩემთვის უამრავი სიბინძურე დაამბრალა როგორც ფული არ დაებრუნებინა და არ დაამბრალა ხანიძახა სოფრამაზე ნაციონალია და იმიტომ ხანიძახა ოცნება მებრძვის მისი ხელით ეხლა კიდევ როგორც შედა ვიძახის ვიღაც ბინძური ხალხი იყინებს და ფარული წები მებრძვიანო გასაოცარი უბრალოდ ვის ამაყობ თუ შეიბადება ეს ზისულელები და ფარული წები გამოგახსენოთ მაგრამ მე ვარ მამუკა სოფრამაზე რომელიც მას ხიად მებრძვი მე ვინც მე მისოს ყველა მისის არასოდეს პოლიციდან შეხება მქონია ვერასოდეს ვერავინ ვერ გამომიღე და ასე შემდეგ წელი ჩემი ცხოვრება სწორი გზით მივლიე არასოდეს არ მიღალატი არავისათვის ჩემს საყვარელ ქალაქშიც კი ისევე როგორც ყველგან კარგისა და სიკეთის მეტი არაფერი გამიკეთებია არასოდეს არავისათვის არაფერი არ წარმიცმევია და კაცურად მიცხოვრია არავისთვის არ მიპატიებია არავის არ ვაპატიებ არაკაცს სიბინძურეს და ეს უბრალოდ ჩემი ცხოვრების პრინციპია ჩემი ცხოვრების პრინციპი აგრეთვე არის შრომა სიკეთის კეთება სწორი გზით სვლა და კაცთა ცხოვრება ხოლო ვინც ამ პრინციპებს არ იცავს არც მეგობრად ვარგან არც ქალაქის მერად და არც ადამიანად ყველამ უნდა აგვეს პასუხი ჩადენილ დანაშაულს მერწუნეთ ყველა აგებს პასუხს თავის ჩადენილ დანაშაულს აი რისითაც მინდოდა მე თქვენთვის როგორ განვითარდება მოვლენები ფოთის მერსა და ბიზნესმენ მამუკა სოფრონაძის შორის ამას საზოგადოება უახლოეს მომავალში შეიტყობს